ორ წელიწადში კი მთელ თბილისშია მოქმედება. რუსთავის ცენტრალური გამზირი რუსთავ ქალაქობის დღესასწაულს განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტი კოსტავას გამზირის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ამჟამად მიმდინარეობს შენობების გარე ფასადების აღდგენა, რესტავრაცია. კეთდება გზის სავალი ნაწილიც, დაგეგმილი არკინაბეტონის ფილების დასხმა და გზის დეკორატიული მოზაიკით მოპირკეთება. აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარე განათებები. მერიის შენობის წინ მდებარე მოედანი გახდება საფეხმავლო და აიგრძალება ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ამჟამად მიმდინარე სამუშაოებზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოები დღეს რამაზ ნიკოლაიშვილმა და მხარის რწმუნებულმა დაათვალიერეს. მნიშვნელოვანია, რომ თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ამ რეაბილიტაციაზე არის დასაქმებული და ძველ ირს მისცემს ქალაქს, ადგილობრივია, რაც თავისთავად მათ დასაქმების საკითხს გადაწყვეტავს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსთაველები, აი ყველა ჩვენ მოსახლეობასაც შეხვდით, ძალიან კმაყოფილები არიან, ლამაზდება რუსთავი და შესაბამისად ოქტომბერში ულამაზეს ცენტრს და მის რეაბილიტებულ ნაწილს მივიღებთ. რეაბილიტაცია უტარდება ყველა შენობას. ეს პროცესი დაყოფილია რამოდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი დასრულდება უკვე რუსთავ ქალაქობისთვის, ოქტომბრის დასაწყისისთვის, ხოლო ეტაპობრივად გაუკვებით და პრაქტიკულად მთელი ცენტრალური ქუჩა ხდება და იქნება ფეხით მოსიარულთათვის ადგილი, სადაც ყველა რუსთაველი სიამოვნებით დაისვენებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვისაც და მომავალი თაობისთვისაც ის, რომ ქალაქი ვითარდება, ლამაზდება და უფრო მოწესრიგებულ და კარგ გარემოში ვიცხოვრებთ.